ესე იგი, 3 თებერვალი ლეგენდარული ქართველი მსახიობის ჯემალ ღაღანიძის ხსოვნის დღეა. საქართველოს ახალგაზრდა არტისტი 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული სცენის ლეგენდა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან გახდა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. და აღინიშნოს, რომ რომბერტ სტურუას საეტაპო სპექტაკლში კავკასიური ცარცისწრე ღაღანიძემ 600-ზე მეტჯერ ითამაშა, მას ამ როლზე დუბლიორი არ ყოლია და სპექტაკლის ყველა შემადგენლობაში თავად მონაწილეობდა და ამ სპექტაკლმა მთელი მსოფლიო მოიარა სურათად წარმოიდგინე. არაერთი ჯილდო დამსახურება და დღემდე ტაში, რომელსაც იმსახურებს ნამდვილად საოცარი, გენიალური სპექტაკლი, გენიალური ნამუშევარი, გენიალური სამსახიობო დასით და მართლაც გამორჩეული იყო ბატონი ჯემალი აქ და არა მხოლოდ აქ, თავისთავად ცხადია. ის რუსთაველის თეატრის დასიდან რომბერტ სტურუას მიერ დადგმულ ყველაზე მეტ სპექტაკლში მონაწილეობდა, ესეც უნდა აღინიშნოს, ამის გამო მას რომბერტ სტურუას შემოქმედების თილისმასაც კი უწოდებენ და ხანგრძლივი თეატრალური კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ მნიშვნელოვან რეჟისორებთან, როგორებიც არიან დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, თემურ ჩხეიძე, გიგა ლორთქიფანიძე და მრავალი სხვა. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. მისი მონაწილეობით დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ბახტრიონი, გვადი ბიგვა, ხანუმა, საჩვენელი კეთილი ადამიანები და ასე შემდეგ. ამასაც ვერ ჩამოვთვლით, არ გვეყოფა ფიზიკურად ერთი გადაცემის დროც კი. ღაღანიძემ ქართულ კინოში მოღვაწეობა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. პირველი როლი გუგული მგელაძის ფილმში ბოდიში თქვენგერით სიკვდილი შეასრულა და მსახიობი თანაბარი ოსტატობით განასახიერებდა როგორც მთავარ ისე ეპიზოდურ როლებს. მის მიერ განსახიერებული ყველა პერსონაჟი კი მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი ხდებოდა. ღაღანიძე გამოჩნდა ყველასთვის საყვარელ კინოფილმებში, როგორებიცაა ლაზარეს თავგადასავალი, ნატრის ხე, აურზაური, სალხინეთში, ფეოლა, ნერგები და მრავალი სხვა. მოკლედ, რუსთაველის არქივი ინახავს ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუს, სადაც მსახიობი მის კინოდებიუტს იხსენებს, აი როგორი იყო გენიალურ იპოლიტე ხვიჩიასთან პირველი შეხვედრა გადასახებ მოედანზე. ნახოთ ეს ეპიზოდი სწორედ ახლა. ჩემი დებიუტი კინოში დრამადამიანთან. ბილისის თამაშობს პირველი როლის პატარა ეპიზოდი მოვა ჩემთან და დამიჭირეობდა. უნდა გამიჭირო. პროკურატურას მიმართე. რა საბაბი დაგიჭირო და გამომიშლის. ლოყაში მტკიცავს ერთ გებრიელს კიდო ერთი გადაღებით ვის გადაუღია და დუბლები და ასე ცემატყეპაში გავიცადი ბატონი იპოლიტე. ცემატყეპაში გავიცარი ბატონი იპოლიტე და მოკლედ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აი ეს გენიალური მსახიობი, რომელიც 2 წლის წინ დაკარგა სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ და არა მხოლოდ ჩვენმა ქვეყანამ. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავიც გაიხსნა. დღეს მსახიობის გარდაცვალების დღეა. ჯემალ ღაღანიძე, როგორც უკვე გითხარით, 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. გენიალური ქართველი მსახიობი, როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოში. ნამდვილად.